დილამ შვიდობის გაუმაჯოს ხალხნო არა განა არ შემეძლო შორე მოსულიყავი ესე რომ ხალათი არა რაღაც დროს ეს ხალათია ფერი ამიდია გარეთ მაგრამ ისა არ მე რო არა თქოთ ხალათი მოგვენატრაო და ეგეთი რაღაცეები აჰა მოვედი ეხა ჩავიცმ აი ხანდახან კაია ხომ ბანაობა მართლა გებიცებით აწეიცეთ ტყუილს საერთოდ არ მომოგ ტყუილს ხანდახან მართლა კარგია ბანაობა წელიწადში ორჯერ სამჯერ უნდა იბანაოს ადამიანმა ნასკებს ვეძებ აი ვიპოვე ნასკულებს ვეძებ და ვიპოვე აჰა ეხა თვალი რო არ ეწეს ჩემ წვენე ხალაც გავიხდი აჰა ძნელი იყო არა ნივიას რეკლამას ვაკეთებ თქვენი ხურეთ შეიძლება YouTube-მა, Google-მა მაგის გამო დამიბლოკონ ვიდეო აი ეს რო ჩანდა თუ გავამახვილე ყურადღება რა მე მეგონი სახსრებში დავიძრი ხელები კნუტები დავკარგე დედა მისი კიდე იქაზის ღვთიური სახით მიყურებს გეგონება მე დავუმალე კნუტები ვიპოვი იმიტომ რომ მაგას რო ეკნუტები დაუტოვო ეხლა შეიძლება ვიღაცამ დამიწეროს შორენაზე უარესები მყავ ნეტარას დასდევ მაგ კნუტებს მაგრამ მე რო ეკნუტები დამეტოვა იქ სადაც იყვნენ გუშინ ისეთი წვიმა იყო საღამოთი სადღაც 6 საათზე უიჭველი დაიხოცებოდნენ ჯერ ისედაც ერთი გაჭედილი იყო მოკვდებოდა და მეორეც მიყვებოდა ამიტომ ხოჭი ყველა დედა არ არისო რო იტყვია ხოლმე აი კარგად უვლის ოღონდ თუ კომფორტში ყავ დანარჩენ შეიძლება მიესიკვდილებინოს რა თავის დაუნებურად როგორია რო კარგს უშვებ ხო და აბდულშაჰილივით გავიზეთეთ დავაფაროთ არ გვინდა ეხა ერთი ორი კაცი მინდა ნასკი ჩამოცვეს ვიმე დავარდა ხალხო ჯერ ხო ავიღეთ ახლა 9 ჯერ დამივარდა ეხა ნინო რო აღდგება საწოლიდან სპეცოპერაციას ჩავატარებთ ისევ ჯერ მეზობელთან უნდა გადავიდეთ თონიკეს კი მოვაბეზრეთ თავი დილ თონიკე რო გამოდის და გამოიხედება ის ჩვენ დავდივართ ბაღჭაში რა კატებს ვეძებთ გვეიცის რო კატებს ვეძებთ რეაქცია ხარ აქვს მოვჭი აბდულშაჰილობა მორჩა ეს გავიხსნა თუ მქონდეს სველი კი მაქვს მაგრამ იყოს რა ვიცი მშვენივრად არის ხო შორი ხო მშვენივრად არის მოდი ახლა გავიპრანჭოთ არანაირად ოდნავ ვაიმე გუშინ აი ზუსტად ეს ფერები TikTok live-ში ყველა ხო ხა ვაჭარი არის და რაღაცა იმაში აი ზუსტად ეს ფერები 20 ლარა ტყიდნენ 12 ლარი მივეცი ბაზრობაზე ოღონდ ზუსტად ეს იყო არ გეგონოთ რომ ან ხარისხია უბრალოდ აი ესე ფერზე მოვიყო თორე ვატყობ რომ რაღაცა არ დავსიებული ვარ არ შევშუპებული ვარ მაგრამ თითქოს რაღაცა რა ოდნავ არც შემეტყობა ჩემ თავს ვეტყვი რომ შეხო ლამაზად ახარ პეტკი უბრალოდ ხო და ნერვები მეშლებოდა ესეთ რაღაცებს ზოგადად მართლა მაგრად მეშლება ნერვები რომ ხალხი კიდე უწეს უი რა კაია ისა ფოსტია რა ფოსტა ლილოს ბაზრობაზე ჩადიდგე კაი ხალხო 20 ლარა 2 ცალი მოგივათ გზის ფულიც დარჩება რა ის ფოსტა დიც არაფერს არ ვაკეთებ უბრალოდ ეს ჩემ თავს არ გონია ხარ რამე წავიში ესე საწოლი ავალაგო იყოს მშვენივრად გამოიყურება იყოს ერთი და დავედით დაბლა აი უნდა მეთქვა ესე იგი გუშინ ღამე ის იყო კოშმარული აქედან ჩავაქროთ ახლა რა განა არა ქრება 9 ადგილას ანთებ 9 ადგილას ჩაქრო
ცოტა ხანი პანჯარა შევხსნათ და გარეთ დავლიოთ ყავა, სანამ ქათმებს გამოვუშვებ, რომ შეიძლებოდეს ვიზუალურადაც და ისეც და ესეც კარგად დაჭდა. ხალათიც არ გვინდა, მე უნდა შევწიო. აქ მკვდარი საათია. მიუხედავად იმისა, 10 საათია 5:01. პეტალიან ჩემი პატალა ფისოები ისეთი სიცოცხლეები არიან. მე თუ რა კაინი ავია გავცოცხლდი. სად არის დედალი კატა დებილი? დებილი დედალი კატა. სად არის? ქალბატონი, მოდი აქ არ გაძურე. გაპარულა უკვე. ასე რომ ვერ დაუყარაულდი? მაინც ვიპოვი, სად წაიყვან ისეთ ადგილას, რომ ვერ ვიპოვო, შანსი არ აქვს. ადგეს ნინო. მოვადუღოთ ყავა. საჭმელი. ისა, რა გამოუყურელაშეს. აჯაფსანდალი მაქვს, ანუ დილით ვიარაფერს არ გავაკეთებ. და მაქვს კიდე ოსპი. ტრადიციულად ეგ ხო ყველას ძალიან გვიყვარს. აი იქ მქონდა, აი ეს დამაგრძელებელი, აი იმაზე მედო. როდესაც ამის ჩართვას მინდოდა, ეგ შევაერთებდი. როდესაც ამის ჩართვა მინდოდა, აქ რომ აგიდამედგა, ამას გამოვძვრით, იმას შევაერთებდი. ეხლა მივხვდი. ახლა ტვიდი რო გაგივითარდება რა, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც. დამაგრძელებელი შეერთებულია და ესეც და ესეც იქაა შეერთებული. ძნელი იყო, რაღაც დაატარე. მაგრამ არა. აბუეტი რო ხარ, ბოლომდე ხარ. ეხლა აი დაგასყენებთ. დილას ამომიგდო რაღაცა ვიდეო. ძველი, ალბათ 3 წლის ვიდეო, 4 არა, 3-ის, 2-3-ის. ძირფასად რო გამოიყურებოდა ეს კუხნა. ახალი გაკეთებული რო იყო და ეს რაღაცები არ ჰქონდა ჩამოკონციალებული. მივართ, მაგრამ მეც არ აქვს. ნაღლა პური ჩავალაგოთ. იასე. ეს გასარიცხი ქვაბი დაბლა. გუშინ ხო ცოტა სანერვიული დღე იყო, რადგან იოანეს ამბებს ველოდებოდით, ამებს არ აყრი ხოლმე. ციცილებს უჭირ პატარებს და პლუს კიდე დიდებს. დიდებს ეგრევე ვიქნებ. ხო და ეს ორი დღეა იოანე მთხოვს ხილის ტორტის გაკეთებას, მაგრამ ხილი ვარწყვირად დავკრიფე, ის ხო გამოვიყენე. ხო და ანუ ვარ ველოდებოდი 1-2 დღე, რომ კარგად შემოვიდეს მე დიდი ალუბლები მაქვს. გვიდგა. და ის კრემი მქონდა დარჩენილი. ნუ რო არც მქონოდა რა უნდა ფქვილი და წყალს და ცოტა კაის შეურია სამარხო კარგი. ძალიან გემრიელი კრემი უყვარს ეს კრემი და 1-3 ლარის პეჩენია მოვატანინე ნინოს და გავაკეთე ხილის კრემი. მოკლედ ხილის ტორტი თუ რაც აქვია რა ვიცი მაგას. გუშინ იოანეს ეკუთვნოდა. იოანეს სახელზე გავაკეთე. აუ როგორ მეზარება ეს პროცესი რო იცოდეთ. ზოგადად ჩაყრის პროცესი მეზარება უყურე რა მომგონია ეს ბარბარის ნაცვლად. ნარიყავა ეს მომიტანა ჩემო მამამთილმა. ხო და რადგან ჩაყრის დღეა, მიუხედავად იმისა რომ ყავა არის, ჩავყარო. ეს ყავა მიყვარს შეთაშორის, არ ვიცი რა ქვია, არაფერი არ აყრია საერთოდ, მაგრამ კაფეანიც არის და გემრიელიც არის, რა მომწონს მე. გუშინ ვურეკავდი ნანის. ყველას ხო დაურეკეთ იოანეს ამბავზე რა, რომ ესე უთხარი თავისი რომელი ყავისა ეს. სასიხარულო ამბავი. ყველა შინაურს გავაგებინე ხო და ნანის ვურეკავდი და არ მიპასუხა რა. ხანხმა პატარებს რო აუჭირავთ ხოლმე ტელეფონი, ხანხმა ჩაწეული ხარ რაღაცა და ვერ იგებ. ხო და
ისო რა სულ აუ განა ის გამოვიტანეთ შესაყრელი ხალხნო მეც ავიღო პესოკი მედია გასწრია და თავის ჩაიწერე ხო და მოკლედ მე თვითონ დამირეკა ოღონდ იცი რომ რატო დამირეკა მე Facebook-ზე მე გავაზიარე იმის GPI-ის გვერდის ერთ-ერთი ფურცელი რა სადაც ჩამონათვალი იყო და ერთ-ერთი იყო იოანე და არც Facebook-ზე არ იცის ხოლმე შესვლა ეგ არის თავარი და მოკლედ გამირეკა და ვერ ვიგებ რას მეუბნება ტირის მეთქი გირეკავდი სად იყავი რა ვიცი აქ მე დო ტელეფონიო და ეტყობა ხმაო იყო გაჩული მოკაც ვერ გაიგო და ტირის რა დატირებს მეუბნება დაგია მერეო რა ვიციო რატო შეველიო რაღაცაო და ნახეო შენიო რაღაცა გაზიარებული და იონეო და მივხვდი რაც იყო და ტირის ხალხს რომ კარტოფილს ავწავდიო და ვეღარც კარტოფილს ვურევ სიხარულისაგან ვეღარც ვერაფერიო აი ესე იყო ბაბუ ახთოვანებული აჰა თორე ჩავყარე და ისვენე შეიძლება თვალებმა და გულმა და ყურბა აჰა აბა ძნელი იყო არისო და გუშინ იყო მოკლედ მილოცვების დღე ჯერ თავარ მართალია ყველაფერი მართლა წინ არის მაგრამ ეგ მომენტი იყო მნიშვნელოვანი მაგის უარი ჩათვალე რომ იმ ფაკულტეტზე ვეღარ მოხდებოდა ვერც მობილობით და ვერც ვერაფრით ვაგან კი მაგაზე ვეღარ ან მე უკვე საშვის ნიშანია რომ ეხა უკვე მაქსიმალური ქულები გვინდა ეხა რაოდენობაში რომ წარეყოთ მობილობით გადავლენ ბავშვები ვისაც თანხმობა მოუვიდა ხო და ეგრე და კიდევ უღრმესი მადლობა ყველას იმიტომ რომ ცალკე პირად შეტყობინებაში ცალკე Facebook-ზე ნუ YouTube-ზე ხო ძირითადი ჩემთვის YouTube-ია ანუ ძირითადი იმ ხრივ რომ სუმად ვარ ნუ მაგიტო ერთი ბანანი წავიღოთ ლიანას მოვტანია და ცოტა იმ ტორტს დავიდებ თუ ტორტი ქვია თუ რაცა ქვია რა ვიცი თუ არ იქნე რაოდენობრივად ისე რომ ბავშვებს ეხოთ ამიტომ მოდი ესე წავიღოთ ყველაფერი და მეხის ჩავცეცხლან ბავშვები მატორტი მიერთო ეხლა როგორ უნდა ვქნო ყველაფერი ერთად გავიტანო ხა რაღაც ვერა მოიცა როგორ ვერა კაცო ტელეფონზე დავდოთ ეს რის დიდი შანსია რომ ბოლომდე ვერ მივიტანთ მაგრამ ნახოთ ვცადოთ თუ არა და აგე ერთი ადამიანი ისა მაგაზე უნდა ვთქვა ერთი ვიცი თანახმა რომ YouTube-დან წავიდე არა თანახმა იქნება ალბათ რა რომ და თვითონ მარჩინოს ნუ მარჩინოს რა პრინციპში რატო არა ახლა 400 ლარამდე ვიღებ ყოველ თვე გააჩნია ჩვენს ვიდეოების გრაფიკს რა დონის როგორ რანაირად მე თვითონ რანაირად დავდებ ხო და 2 დღის წინ ხო დავდე YouTube-ზე და სათაურიც ასე აწერია YouTube და გული აქვს სტიკერი ხო და ეს წამი ეთნა დაგხვდათ თქვენ იმის ქვეშ უწერია რა ანუ რაზეც ლაპარაკობ ისევ იმაზე უწერია რომ ისაო ნეტაო რა როგორ ეწერა ხო ყველაზე თავარი საი რომ წერთ ხომ ხა ხო რაღაც აშლით ხა იყოს რომ ხო და ნეტაო რა რომ მეტი საქმე არა გაქვთ თუ რაღაცაო რომ ესე და ესე და ესე ანუ მეც მომწვდა თქვენც მოგწვდათ რომ მეტი საქმე არა გაქვთ რომ იყურებთ ხო და ქალბატონო ზ ეწერა რაღაცა იეროგლიფებივით რაღაცა ეწერა აბა ვნახოთ რამდენად გვაქვს აქ აი მას ჩავდეთ ძელებულ ჯამში რაზეც ვილაპარაკე იგივე კითხვა დამისვიდე თავიდან ბოლომდე უყურე ისევ მაგ ვიდეოს რა აი მე როგორ მოუწეწია ეს ნინო იზავდა უეჭველი კოვზი ნახე ძალიან გაყიდულა ქალვა ემარო შეჭა შენი კბილებით შანსი არა
არ არსებობს. არ არსებობს. ვერც მოვტეს და ვერც ვერაფერი ტაიმებს გადმოვყვი. და არ არის პრობლემა, კაცო. უბრალოდ ხანდახან დავდებ ხოლმე ვიდეოს. მე რომ უბრალოდ მოინატრება YouTube-ით თორე. ჩამირიცხე 400 და 500 ლარამდე დაახლოებით. ვინმა მაძაღლმა შეგაწუხოს. ეს აქ დავდოთ აღარ ჩავდოთ. აზრი არ აქვს. ვერ მოიჭრიან, ვერ შეჭან. ადამიანი. სამუშაო მე აღარ მაქვს. 24 ბავშვს ველოდები. ბევრი ჩემი YouTube-ის ხელფასი აქამდე რომ ვცდილობდი რომ ექსკურსიებზე და ცეკვებზე და რაღაცებზე მე მყოფინებინა და ლაშა მაღაზიაში შემეწუხებინა. ეხლა ალბათ პამპერში გავახორმე და ეგეთ რაღაცეებში რა და შედალოცვილე მაღაზი თუ უარი გითხრა. რა პრობლემა იქნება, არა. ხო და რა მინდოდა ბოლოს მეთქვა რა. ზოგადად ესეთი კომენტარები მიყვარს ხოლმე, ხო იცით თქვენ? არა დადო ფართნერიულობ მიყვარს ხოლმე, შევიდეთ ვერთო. არა, შორი, ამის ჭამას არ ვაპირებ ახლა, დაიცა პირდაპირ ეთერში. იმაზე უნდა მეთქვა გუშინ, ესე იგი, ყველანაირი ყველაზე კატასტროფა ღამე მქონდა წუხები. ალბათ 3-მდე ან 4:30-მდე. მე არ ვიცი, ან დავიღალე, ან ძალიან დამეძინა, ან რაღაცა არ ვიცი. ზოგადად ახლა რომ ვამბობ ხოლმე რომ აი ეგრეთ წოდებული ასწახიანი ჟოგაო თუ სინჟავეო თუ მithumetes ორსულობის დროს თან დაყოლილია ჩვეულებრივი თემა ეგა იმ წინა სამზე მქონდა, მაგრამ აი ლაითად მარჯვენა მხარეს რომ დავწვებოდი ხოლმე ეგრევე მივლიდა. რა მარჯვენა მხარეს ხა? რა სიმჟავე, ეს იყო ვულკანი. ანუ განან რამე, აი ყვარი რომ აი ბოდიში და რაღაცა აი ეს ჟავეწვენი, არა, უბრალოდ მეწოდა. არც მწარე მიჭ, არაფერი არ მიჭამე ისეთი, აი გრძნობდი რომ აი შიგნიდან ვულკანი იყო, აი არ ვიცი ხარ, არანაირი პოზა. ის რო ან მარჯვნივ ფეხზე მდგომელასაც კი აი ვიხჩვებოდი. ჩამოვიდი შევჭამე სტაფილო. ესე იგი რა მარაგიცა მქონდა სტაფილოს სულ შევჭამე. 0. მერე გამახსენდა რომ თქვენ ბევრმა დამიწერეთ და მომწერეთ კიდეც რომ პეტრუშკა ოხრახუში მოკლედ რაც მწვანილები იყო ყველაფერი ანუ დღეს რო საჭმელი გავაკეთე არაფერი არა მაქვს ყველაფერი შევჭამე. ყველაფერი 0 რეაქცია. არაფერმა არ მიშველა, საერთოდ არაფერმა არ მიშველა. ერთადერთი ვცდილობდი მივეყუდე საწოლზეა დავალაგე ბალიშები გარეთ ტახტზე. ტახტები ხო გარეთ გამოვიტანეთ, აქ პლოშადკას და იმის ბალიშები ოთახში შევიტანე რა შიგნით ჩვენთან და აი ყველა მხრიდან ამოვილაგე რომ მეთქი აი უბრალოდ არ გადავუვარდე რა. ისე მაგრად მეძინებოდა, მაგრამ არასებობს თავს ვერ ვდებდი. აი ესეთ პოზაში გამეღვიძე მიყუდებულზე რომ ანუ ჩამეძინა ეტყობა და მე ნენელა ჩამოვიწიე და ჩავწექი ნორმალურად. ანუ გვიან აღარ მაწუხებს. დაძინება მიჭის ხოლმე და აი ზუსტად მაგ დროს დაემთხვევა ხოლმე რომ ვაიმე აი კოშმარია ხარ ხო წუხანდელი ღამე იყო კოშმარი. ხო და ამიტომ 9 საათზე გავიხვიცე. კიდევაც გავაგრძელებდი, მაგრამ კატე მიყვა მოსაცემი. ეხლა დედაკატაც. რა არის პლასპასისა? ზოგადად აქედან ხსნი ხოლმე და რა ვიცი, ვერ ახსნი. რა არის, ბანანი ვეღარ გამიფრთხნია რა, უბედური მე ბავშვს გავაცრე. აი ესე ხალხნო. ჩემი სამუშაო საათები ამოიწურა. ეხლა ამას მივირთმევ. მე ამასობაში ნინოც გაიღვიძებს და გადავალთ კატების საძებნელად, ალბათ. ყვახია.
ვიღას უმალავს. წინაზე, კაი, მადონა შეეხო, მადონას მოვაფერებინე და კაი, შეიძლება სუნი აიღო ის. გუშინ უცხოარავინ აღარ შეხებია, საერთოდ. საჯანდაბაში წაიყვანა. მაინც ვიპოვე. საღამომდე უეჭველი ვიპოვე. წაველი, აბა ბედნიერი დღე ყველას. აბა ხედა, აბაჰო. იმედია ძალიან არ დაცხება, დღის მანძილზე საჭმელს ალბათ შუა დღის მერე გავაკეთებ, იმიტომ რომ არის ახლა რაღაცეები და ის მირთვან. აღარ შემიძლია ამ საჭმელზე ფიქრი კიდე რა. აბა ჰე, მაგრად იყავით. მე იმას დავამტრო და შევჭამ. მაგრად ხარხნო.